Ναι, το θέμα του λογισμού. გულისხმი და ზრახები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისთვის. ამაზე შეიძლება მთლიანი ქადაგების ჩატარებაც. და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩვენი წმინდანები გვასწავლდნენ, ზრახებს და გულისხმებს აღარ მივაქციოთ სრულად ყურადღება. Να μην λαμβάνουμε καθόλου υπόψη του λογισμού μας. უნდა ვისწავლო, რომ სრულად მოვიკვეთო იგინი. Διότι αν ο άνθρωπος ακούει τους λογισμούς του, ამიტომ თუ ადამიანი აყვება გულისხმებს და ზრახებს, მაშინ მათ შეიძლება ფსიქიკურ პრობლემებამდეც კი მივიდეს. და სულიერად ხიფშიც კი ჩავარდეს. να და είμαστε ულებებოთ სრულად ზრახები და გულისხმები. ყოველი გულისხმა, რომელიც არის ცნებების საწინააღმდეგოდ, უნდა მოვიკვეთოთ სრულად. და იქ, სადაც ვერ შევძლებთ ამ ყველაფრის მოკვეთად, სწორედ ახსენება მაგისთვის არსებობს, რომ მივალთ და სიმძლავრით ჩვენს მოძღვარს გავმხელთ ამ გულისხმებს. ο Άγιος Παΐσιος έλεγε წმინდა καλύτερα პაისი ამბობდა, რომ უმჯობესია, რომ ცოტა გულგრილი ადამიანი იყო, ვიდრე ძალიან ემოციური. έλεγε იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ფაქიზი სული ჰქონდა და ძალიან ემოციური ადამიანები იყვნენ, να πας στον μπακάλι να αγοράσεις ასე უნდებოდა, რომ წადი მაღაზიაში და 1 კილო გულგრილობა იყიდეო. ეს ძალიან დიდი განსაცდელია ხშირად, როცა ადამიანი ძალიან ფაქიზი სულის არის, მაშინ მას ზრახვები და გულისხმები ძალიან ტანჯავენ.